გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ნიკუტა გამოსულა გვარამია რა და განუცხადებია რომ აფხაზეთიო განგრენა არისო და ეს როა კიდე სალომე სამადაშვილი გავიალს რო გავს ეს ნიანგის ჯიშის რეპტილოიდი რო არის იმასაც განუცხადებია თურმე რომ პრობლემებიო რა თქმა უნდა ვასე აფხაზეთთან დაკავშირებითო ეს ყველაფერიო თურმე ერთი სიტყვით ხალხი გამოვიდა და ღიად ამბობს რომ აფხაზეთის საქართველოსთან გასვლას უნდა შეუწყოთ ხელი რათა ქვეყანამ განავითაროსო და მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით მესაუბრა ცოტა ხანი ჩემს აუდიტორიასთან იმიტომ რომ დიდ დრო ისედაც არ მაქვს მომზადებ ხარ რაღაცას რაც შეგვირდით თქვენ უშიშროების სამსახურს მოღალატე ადვოკატებს და ამათ და დავასრულებ იმედია ამ ყველაფერს და დღეს თუ არა ხვალ მაინც იქნება უკვე მოგაწვით ამ ყველაფერს და მანამდე ცოტა ერთი ლირიულ გადახვევას გავაკეთებ რომელიც ლირიული გადახვევაც შეეხება იმ ადამიანებს რომელი ადამიანებიც ეს დღეები არის ჩემს ირგვლივ და ჩემი ძმის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით რომელიც ატავიბლიანი საქმიდან დაიწყო და პატაშავაძის საქმით გრძელდება აგერ არის იმას ქნილი რა ქვია შემოკრებილი და ახაც უამრავი კომენტარი დაეწერა სხვაგანაც და მე მინდა ერთი რაღაცა თავში ვეკითხოთ აი გაგაფრთხილოთ რომ ეს არის უნაძირლესი ადამიანი ყოველგვარი მორალის გარეშე ამიტომ მე გქთხოვთ თქვენ ვინც კომენტარებში წერთ და გამოთქვამთ თქვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ ავიც ამ ადამიანის მსგავსი არსების მიმართ გქთხოვთ ისევე თქვენი უსაფრთხოებისთვის შეურაცხყოფას და გინებაზე ნუ გადახვალთ მაგ ადამიანის მიმართ იმიტომ რომ ეგ არის უსისხლო უსინდისო უნამუსო ადამიანი და ადგება მერე და დაიწყებს სარჩელების წერას და ჯარიმების სკროლვას ქრინვის დეპარტამენტი ეს როდესაც მე ჩემს ძმას და ჩვენაირებს გვაგინებენ მაგრამ დუმზა გაუქმებულია მაგრამ ახ პატაშავაძის და ამათი ლანძღვაგინების გამო კოცების თავისი კლანის ლანძღვის გამო ისევე ამოქმედდება და ვიღაცას მოგადგება ზარალი და არ მინდა უბრალოდ რომ ამ ბინძური ადამიანის გამო ვიღაცა დაზარალდეთ რა მოგიწოდეთ რომ გამოხატეთ თქვენი აზრი ჩამოყალიბებული მაგრამ იცოდეთ რომ ვისთანაც აგაქვთ საქმე და რასთანაც აგაქვთ საქმე საქმის კურსში რო იყოთ ჩემოგარგებო იმიტომ მინდა გაგაფრთხილოთ ყველა რაღაც შარში არ გაიხვდეთ რაც შეეხება ჩემთან მიმართებაში ხო სარჩელებიო 1000 რაღაცას წერს ეს ადამიანი რომ თურმე უზარმაზარ სარჩელებს ამზადებს და იჩივლე სადაც გინდა როგორც გინდა რანაირადაც გინდა რამდენიც გინდა იმდენი საჩივარი შეიტანე იმდენი მიჩივლე მე იმდენი უჩივლე ჩემ ძმას მეტი შენ არაფერი არ იცი ამ ცხოვრებაში შენ ხარ აი უთავმოყარეობის და უნამუსობის პიკი ადამიანს რომელსაც თუ ყველა სიტყვა არ ჩაუწერე ტელეფონით ვიდეოთი არ დაუფიქსირე იტყვის რომ არაფერი ყოფილიყო ხო ესეთი ადამიანი ხარ შენ და ყველაფრის ფიქსაციას ითხოვ იმიტომ რომ იმდენად უთავმოყარეო ადამიანი აღმოჩნდი ყველაფერთან ერთად უზარმაზარი პოსტი გაურცელებია რომ ესო რა ქვია მე საერთოდ თუ არ ვიცნობო 10 წუთიო შევხედრილოა რომ ამ ადამიანს ხო ახლა თუ არ ჩაუწერდი ალბათ ამას ყოველივე სიტყვას ტელეფონით და ეს როგორ დაამტკიცებ ახლა ადამიანთან ურთიერთობა როგორ გქონდა რა ვიცი არსებობს ფოტოები და მათ შორის ის პირად Facebook გვერდზეც დადო როგორი 10 წუთის შეხვედრა მქონია აი ეს მოდი დავიწყოთ იქედან რომ მე უნდა მოხვალნა ესის აქციებშიო არ მე მიღიაო მონაწილეობა უკეთ ესეთ რაღაცას თქვა მაგრამ მე სურათი დადო თავის მასში აცდენილი არის ეს ბატონო პატიკო ეს ჩემი სამეგობრო არის რომლებიც რო არიცოდ თურმე იქ რა ხდებოდა 25000 კაცი იყო ქუთაისში შეკრებილი და ამან არ იცოდა რა ხდებოდა და შემთხვევით მოხდა ამ გაუგებრობაში თურმე როგორც წერს და შემთხვევით გადაიღო სურათი ჩვენთან თუ რა პროტესტები ხალხო რის პროტესტებია ამას ბიძინაზე ცუდი როდეს მე როგორ უთქვია რას ქვია ხალხო თქვენ რასასწაულს ლაპარაკობთ რა შვაშია საერთოდ ეგ ყველაფერი რა ის ოპოზიციონერი იყო ეს მე მელანდება ეს ყველაფერი და რა ქართულ ოცნებას ლანძღავდა და აგინებდა კაცო
ხო, აი ეს ერთი აგენტი ყველა ეს ჩემ მეგობარს კარგად ახსოვს შენი საქციელი, შენი ნამოქმედარი დაჭერის დღესაც. დაჭერამდეც და დაჭერის მერეც და ხლა ცოცხალი მოწმეები არსებობენ ამ ყველაფრის და თუ საჭირო გახდება შეგიძლიათ აი ჩემ მეგობრებს ნებისმიერს მოგიტოთ ხელი და კითხოთ დაიბაროთ სასამართლოში და კითხოთ რასაც მილაპარაკობთ თუ ის ტყუილი არის ახლა არ იყო ადრე სმარტფონები და არ იყო ადრე ვიდეო კამერები და ესენი მაგრამ საქმეები იხსნებოდა იმიტომ რომ ადამიანების ცოცხალ ჩვენებაზე იყო ყველაფერი დაყრდნობილი და იქიდან დგებოდა ჭეშმარიტება და აღერა ბატონო მოძებნეთ ეს ხალხი და გაიხსენეთ მაგის ნალაპარაკები ახლა მე პატაშავაძე არა ვარ რომ ამის ნამოქმედარი ჩამეწერა და მე ამის წინააღმდეგ კომპრომატები გამომეყენებია ახლა რასაც ლაპარაკობდა მე შეგვერდი თავარ ჯგარი ყველანაირად დაგიდგები კაცო თუ გიქამდე ფინანსურ დახმარებასაც რო გაგიწევო თუ დაგჭირდაო ბიჭო რას ამბობო შენნაირი ხალხისა და ერთი ის ზღაპარი არ მოყევი ბოლომდე ეს დეპუტატობაზე რო იყრიდი კენჭს ქართული ოცნების მხარდამჭერი რო ყოფილ ხარ და ბიძინა ივანიშვილი ეს არა ქვია მაქებარი და მადიდებელი და რო ამოგაბანღურეს და გაგაგდეს და იქნება მაგ ზღაპარიც მოგვიყვა იმისი არ იყო აი ქურქის ამბავსო ეთესათ მოყვებაო მოყევი ერთი მაგ ქურქის ამბავიც როგორ იყო აბა ერთი ხო რა შეიძლება 10 თურმე 10 წუთით გონია ჩემთან შეხება ხო ბიჭო ასე ყველაფრიდან დაცლილი როგორ უნდა იყო ადამიანი 10 წუთის გაცნობილ ადამიანთან ას ჩახტებული ვის გადაგიღიათ სურათი 10 წუთისა და 10 წუთის გაცნობილ ადამიანთან ეს სუფრაზე ვიჯექით რესტორანში ხო და გადავიღეთ მაშინ სურათი სამახსოვრო სურათი მისი ინიციატივა იყო სხვათა შორის რომ შეგვინახა ეს ისტორიას შეენახა და ხა ქონია შენახული და რა ვიცი 10 წუთზე ცოტა მეტი გვაქვს გატარებული თითოეული წუთის დედავატირე რაც მე შენთან ურთიერთობა მქონია და თითოეული წამის ხო და აგერა ახლა ხალხს თუ ამას აჯერებ რომ შენაირ ადამიანთან სინდის ნამუსზე ლაპარაკი ცოტა ძნელია ახლა დამიწყებ ალბათ რომ პროტოკოლიც სადაა დაფიქსირებული ჩვენი შეხვედრის თარიღები და წუთები და წამები და მოდი გამგებმა ყველაფერი კარგად გაიგო სათქმელი ყველაფერი კარგად თქვა და ახლა გვერდზე რო გაქვს ამოფარებული ესე რა ქვია აიგე რა როგორი საცოდავი ადამიანია და საერთოდ როგორი საცოდავები არიან ადამიანები საქართველოში აი როგორი საცოდავები არიან საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფოტოებს დებს გვერდზე რომ მე არ შემიგინებიო ბიძინა ივანიშვილისთვისო და მიყვარსო პირიქითო ეს ოჯახიო და მაბრალებენო ამ ყველაფერსო და ახლა ხალხს რო დააჯეროს და დაარწმუნოს რომ ესო რა ქვიაო აი რომ შენ ჯერი მე შენ გენაცვალეო მე ეს საერთოდ კოცებმა დაამკვიდრეს ეს სტანდარტი რომ ვიღაცა თანამდებობაზე რომ დაინიშნება და ვიღაცის მიმართ რომ უნდათ ეს ფამილარობის მაქსიმალური ეს გამოხატონ დადებენ იმას რა ქვია კობახიძე გახდება კობახიძის ოჯახის სურათებს დადებენ ის იქნება ღარიბაშვილი იქნება ღარიბაშვილის ოჯახის სურათებს დადებენ ეს ვიცე-პოლკოვნიკი რაღაცო გენერალ-მაიორი მდინარაძე იქნება მდინარაძის ოჯახის სურათებს დადებენ და ამით აპიარებენ რა ქვია სიყვარულს გამოხატავენ აი ძაღლური ერთგულების გამოხატვა არის თანამდებობის პირების მიმართ რა თქმა უნდა ახლა დადებ და ამასაც და დადები პატა ეს შენი ბუნებრივი მდგომარეობა არის გააგრძელე იფიცე იმტკიცე სარჩელები მოამზადე ბევრი შემოგევლე არანაირი პრობლემა არ მაქვს რაც სადაც გინდა იქ იჩივლე სადაც გინდა ჰააგის ტრიბუნალში მიჩივლე თუ გინდა სადაც გინდა მაგით შენ მე ვერ შემაშინო ციხით თქვენ მე ვერ შემაშინოთ და საერთოდ რამით თქვენ მე ვერ შემაშინოთ ბიჭო თქვენ რა უნდა მიქნათ მე გინდა შენ და გინდა კოცებმა მთლიანად გაერთიანებულმა კოცებმა თქვენ იმნაირი ხალხი ხართ ბიჭო რომ მოკვდები თუ თქვენ ცოცხლები იქენით მაგ დროს მაქსიმუმ შეიძლება მოხვიდეთ და საფლავის ქვა დამინგრიოთ სხვა რა უნდა მიქნათ კიდე ჩივილის მეტი არაფერი არ იცით და არ შეგიძლიათ ამ ცხოვრებაში და მედით ბატონო იჩივლეთ შენს მიმართ გინების გამო კი არა ეგერ დავით გარეჯის გამო 8 წელი და 6 თვე იყო
რა ბრალდებასაც მდებდა საქართველოს უშიშროება და მაგ ვიყავი და შენაირი ადვოკატების და ვასია მუმლაძისნაირი პოლიციელების და ამათნაირი იმის ხელში და მაგ დროს არ შემშინებია და მაგ დროს არ დამიხევია უკან და არ დაუმფრთხალ ვარ და არ მიკურდღლია და არ მისიქნია და ახლა ვიზია შენ საცხასაჩი ვარ შეიდან და იჩივლებ და გინდა ექსტრადაციას მოითხოვ, გინდა რას მოითხოვ, მაგით შენაირები შეაშინე, შენაირი ქათმები შეაშინე, შენაირი კურდღლები შეაშინე და იჯექით საერთოდ მაგ თქვენ ერთად შემოიკრიბეთ და იქ ზოგ-ზოგი ერთებმა სხვათა შორის ერთ ადამიანს პატივს ვცემდი ქუთაისელი ბიჭერია თუ კიდე არ მინდა ხე მის სახელის დასახელება და გვარის დასახელება მიუწერე კიდეც რომ გისურვებთ მეთქი მხარდაჭერა გამოუცხადებია მეგობრული და კოლეგიალური და ესე შემდეგ და მეთქარი შეგაიდეთ მომიშვილო ჯერ გეკითხა მეთქი რაშია საქმე მეთქი და მე გამოგეცხადებია ასე და უსურვე სხვათა შორის რომ საკუთარ თავზე იგრძნოს შენი მეგობრობა, შენი კოლეგიალობა და შენი კაცობა. ნამდვილად უსურვე. და ნამდვილად უსურვებ ყველას. რომ შენაირი მეგობრები, ვისაც შენ მიაჩნიხარ რამეთ, შენაირი მეგობრები უმრავლოს ღმერთმა. ხო? ნამდვილად ამას გისურვებ შენც და დანარჩენებსაც რა. თქვენ ამნაირი მეგობრობა შეგიძლიათ. საერთოდ. დარჩენილი არ მაინტერესებს. და კიდევ ერთხელ გეუბნებით ამ ბიოლოგიურ ნაგვებზე მოუბრუნდები თავისთავად ვიტყვი ჩემს სათქმელს და არა მაქვს მე მაგის პრობლემა ვინმესთან ან დასამალი მქონდეს რომ ან თავდახრილი ვიდგე. შემეხეთ 5 წელიწადი ვითმენდი ამას, 5 წელიწადი. შეიძლება საფლავში წამეღო იქ ყველაფერი. რო შენ ყოფილიყავი შენთვის და წყნარად რო ყოფილიყავი. 5 წელიწადი. ჩემს აქ იზოლების წამოსვლაში შენი ლომის წვლილიც არის ერთ-ერთი. შენაირი მოღალატეების. არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, იმიტომ რაღაც წარსულის ურთიერთობებს ყველგან ვინარჩუნებ და ყველგან ვცემ პატივს, მაგრამ გამოხდი დაიწყე მარიამ კუბლაშვილის უკანალის წმენდა პედოფილის გამправებლის ადვოკატის ვინცა როგორცა რა ვიცი სუსის ვირთხის და 1000 ნაზირალის და ჩემი ლანძღვა დაიწყე, ჩემი ძმის ლანძღვა დაიწყე, იმათი გაправება დაიწყე და პასუხი რომ მიიღე ეს გეწყინა? ხო, საერთოდ სანამ გადადგამ ნაბიჯს ადამიანმა უნდა იფიქრო, თუმცა ადვოკატმა კაცმა. რას რა მოყვება? ხო. არავინ შენ კაცისო ღირსებასო პოლიტიკის გამო როგორ უნდა შეეხო პოლიტიკის გამო ჯანსაღი კრიტიკას ითხოვს თურმე. ხო და ჯანსაღი კრიტიკა არის ზუსტად ის, როდესაც ადვოკატი არ ყოფილვარო, ვეღარ გახდი ადვოკატი, იმიტომ მიღალატე. მე დაჭერილი კაცი ციხიდან ვერ გაიკეთებდი შენ მინდობილობას. შეგეძლო მოსვლა და გაიკეთებია, მაგრამ მიღალატე. ხო და თუ არა, მაგი ფიქსირებული ეგ რა ცოცხალი ხალხი ვისაც ელაპარაკე. რა ფულიც მოითხოვე და როგორც მოითხოვე და მე აქეთ რომ მითხარი ტელეფონზე რომ ჩემი იმედი გქონდესო კაცო მე ვარ შენი ადვოკატი გვერდში დაგიდგებიო. შევიდნენ და გადაამოწმო 5 წლის წინანდელი შემოსული და გასული ზარები და თუ არაა დანარეკი იქ. მე ახლა იმ ხალხზე აღარ მაქვს ალაპარაკო. ასე რომ იჭივლე, გაერთე მაგითი. სახლი მე არა მაქვს, კარი მე არა მაქვს, ფული მე არა მაქვს. ქონებას მე არ ვფლობ. რაჯანდაბო ერთი გითხარით ერთი მიწა მაქვს 2300 მეტრი ჩემს სახელზე დედულში და სასაფლაოდ მოგცემთ ყველას. ჩემი ხელით დაგასაფლავებთ კიდე თუ გინდა და პანთეონს გაგიკეთებთ იქ. მე ტერაფელი არ მაქვს. ერთი TBC ბანკში კრედიტი მქონდა, სამჯერ გადავიხადე და მაინც აქ გადასახდელიო და თქვენი დედა და თქვენი მკვდარი თქვა და მივახურე და გავუქმე ხაზარაძესთან ურთიერთობა და გაშავებული ვარ იმ ბანკში და ერთი აგერ ვეტერანის 100 ლარიან დახმარებას დედა ჩემი იღებს სახში წამის ფულად და შეიძლება იქიდან აიღოთ თუ ჯარიმას მოინდომებთ რაღაცას თუ რა მე ჩემგან ვერ მიიღებთ თქვენ ვერც ფინანსურ და მით უმეტეს პატიმრობის ვერაფერს ხო წაით ახლა ირბინეთიდან და იჩივლეთ იმიტომ თქვენგან განსხვავებით მე ადამიანურად მიცხოვრია და ღირსებით მიცხოვრია და არასდროს არავინ გამიყიდია ჩემ მომავალი რომ ეყიდა.
შენ კიდე რა კაცი ხარ ხო ეგრე შენ კმაყოფილი კლიენტურა გიწერდა კომენტარებში წაით ახლა და ზდიეთ ვიცი ეს რაც შეეხება ნაგვებს ამათ აუცილებლად მოუბრუნდები ახლა მინდა უბრალოდ ორი სიტყვა ვთქვა იმასთან დაკავშირებით ნუ ჭკუა აღიზიანებთ ხალბატონო და აღიზიანებდეთ იმიტომ რომ ამათ საერთოდ შურის და ბოღმის და გესლის ნთხევის მეტი არაფერი არ შეუძლიათ და მაცავი ცულგაყიდული რო არა ვარ და მათ დაგებულ ხაფანგებში რო არ ჩავარდი და კისერი ვერ მომტეხეს და ვერ გამწირეს და ვერ მომინახეს ვერც სუსტი წერტილები დამპალ აყროლებულ პოლიტიკაში ვერც ქალით ვერც ნარკოტიკით ვერც 1000 უბედურებით და ვერც ფულით და ვერც იმით მაგი ჭკუის საკითხი არა მაგის სულის საკითხი უფრო არის ეგენი საკუთარ დედას გაყიდნენ იმ ფასად დადებული რო ქონდა სურათი და აიღო დედით და შვილებით რო და იმით რო ატრიალებს ახ მორალის წარმოჩენა რო უნდა რა სადა შენერ ადამიანს მორალი პატიკო ეხლა რა შეეხება ამას რისთვისაც დავიწყე ეს ვიდეო ბლოგი ამის თქმა მინდა გახსოვთ ჩემი სიტყვები გახსოვთ მივმართავ მტერსაც და მოყვარესაც და ცივილკივილი რო ქონდათ ატეხილი რუსეთის ჯარიო შემოყავდაო გვარამიას და გაბუნიას მოსაკლავათო გაბუნიას და გვარამიას მოკლას ჯარი აჭირდება და პუტინსო პირდაპირ ეთერშიო მიმართავ და რას ქვიაო შენო გვარამიაზე რამე თქვიო და რას ქვიაო და ეს სირი რო ყავთ ერთი ეს ირაკლი ლატარია რო ყავთ კოცებს გამправებელი ისყვირო და მე პუტინის მოსაკლავი მეგრელი არ მყავსო გასვოთ რა გითხარით და რატო იყო ეს ყველაფერი გაკეთებული ეს იყო ძალიან მარტივი რაღაციდან გამომდინარე და ძალიან კარგი რო ესე მწარედ დაგამახსოვრდოთ იმიტომ ყოველთვის გაგახსენებთ რუსთავი ორი იყო რუსეთის მოქალაქის და ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელის ხელში კობანაყუფიას ხელში რომელიც ასევე აფხაზეთიდანაა და გიმო აქვს დამთავრებული მოსკოვში იჯდა და იქედან უკვეთავდა ანტირუსულ სიუჟეტებს გაბუნიას და გვარამიას ხო რუსთავი ორის მეპატრონე იჯდა მოსკოვში და იმდენად ვაშკაცი იყო პუტინის დედის გინებას მოსკოვიდან უკვეთავდა და არანაირი პრობლემა არ ქონდა სხვა შორის ნაციონალური მოძრაობის მთავარი ყულაბა და ის ქვემო ქართლის ოქროები და ის სულ მაგას ებარა კობანაყუფიას და ამათ ებარათ გახსოვთ მაშინ რა ვთქვი ეს იყო უბრალოდ ილუსტრაცია რომ იმ სპეცსამსახურის სააგენტო რომელიც სპეცსამსახურის აგენტებიც არიან ესენი ზოგი შთამომავლობით ზოგი ახლა გამოჩეკილი ეს ხალხი რუსეთის პირდაპირ ინტერესების გამტარებლები არიან საქართველოში და არასდროს რუსეთი ამ ხალხს თმის ღირს არ ჩამოუგდებს არასდროს რუსული სპეცსამსახურები ასეთ ბიოლოგიურ ნაგებს არ მოკლავენ საქართველოში იმიტომ რომ მათ ისინი მომავალში ჭირდებათ რომ გამოადგენ დადგა საჭირო დრო და მომენტი და ამუშავდნენ რუსეთიდან დევნილი ნაცები იქეთ ბარამიძე ამუშავდა აქეთ ეს ამუშავდა იქეთ სამადაშვილი ამუშავდა იქეთ სააკაშვილის ბიძია ამუშავდა და რაზე მიდის ლაპარაკი აფხაზეთი ყოფილა განგრენა თურმე რო კითხო სოხუმელი კაცია და ტაშს უკრავს ფაშინიანს იმისთვის რომ განგრენაო მოაშორაო სომხეთსო და ყარაბახიდანო გაანთავისუფლაო სომხეთიო და სხვა საკითხებზეა ლაპარაკი დიდი ხანია ამათთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო განგრენა და ტკივილია მაგრამ ტკივილი იმიტომ კი არა რომ დაკარგულია და დაბრუნება უნდათ რომ აი ამ ტერიტორიებიდან განთავისუფლდეს საქართველო ამას ემსახურებოდა ის 2008 წლის ომი ამას ემსახურებოდა ის რუსოფობია ამას ემსახურებოდა ეს ყველაფერი რომ მათ მიეცათ ყველანაირი საშუალება რომ რუსეთი შემოსულიყო საქართველოში დაეპყრო საქართველოს ტერიტორიები გაეპრავებია ეს ყველაფერი როგორც სამშვიდობოების დაბომბვით ისე აგერ გამოსული ეს რა ქვია ბარამიძე და ამბობს რომ ხრედითო ხაზებსო ტყეებს არ ვიტოვებდითო გახარებული არიან სოხუმში აგერ
ბარსის ის ვნახე, რა ქვია, ინტერვიუ და დევს, აგერ ვისაც კიდათ ეგრეთ წოდებული სეპარატისტების საგარეო საქმეთა მინისტრი ბედნიერებას ვერ მალავს. ბედნიერებას ვერ მალავს. რომ ამას ლაპარაკობენ ქართველები ყოფილი თავდაცვის მინისტრები, შინაგან საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო აპარატის ვიცე-პრემიერები და ესენი. ეს ზერმილნებსაც ნათქვამი არა, ეს მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი და იმ პერიოდის დეპუტატის სიტყვებია. ეს ჩვეულებრივად საერთაშორისო სასამართლოში ჩვეულებრივი მტკიცებულება არის. ეს აფხაზეთის აღიარებისთვის, აფხაზეთის ლეგიტიმაციისთვის ეს ჩვეულებრივი მტკიცებულება არის. დიახ, ჩვენ გავეკეცით გენოციდის მომწყობ ქართველებს იმისთვის, რომ თავი გადაგვერჩინა. თუ არა პატარა აფხაზს და პატარა ოს ერს ქართველი წვეთდა. აი აგერ განგრენა. რა თქვა, ელემენტარული გაიხსენეთ. რა თქვა სააკაშვილმა? ორი კირქვიანი სოფელი დავგარგეო. რას გადამაყოლეთო? ბიჭო, რა თქვა უტიაშვილმა? პირდაპირ არ დაწერა განცხადება ამის ის რო არის ქმარია თუ ცოლია ღმერთმა იცის იმის ჟურნალისტი როა ის ნაზირალა ვირთხა თამარ მეფის ორდენი აქვს ესე მიღებული იმასაც არ მახსენდება სახელი შოთა უტიაშვილმა რა თქვა 2 წლის წინ საქართველოს 2008 წელსო იმ ტვირთიდანო გათავისუფლდაო რომელიც ტვირთიცო ეკიდაო აფხაზეთი და სამაჩაბლო საკითხი გაკეთა ეს განცხადება მიტინგები რომ მოუწყოს კოცებმა ეს სახთან რო ეს რა ფერ გააგარა როგორ თქვიო და რანაირად თქვი დაისაჯა ვინმე ახლა მივყვეთ დაისაჯა ვინმე ამ ყველაფრისთვის არა პასუხისგებაში ვინმე ერთი ადამიანი მიეცა მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა 1000 უბედურება ომის დროს უტიაშვილი პირდაპირ კოორდინატებს აჩვენებდა ხო კვესიტაძის ქმარი რავი თუ იგი ამის ქმარი ვერ გავიგე პირდაპირ ეთერში რო გადაცემდა კოორდინატებს ქართული ჯარის გადაადგილების უტიაშვილი გარითაც პირდაპირ ანიშნებდა რუსეთს რომ ის ადგილები დამომბილიყო აგო ამაზე ვინმე პასუხი და ეს უთავმოყარეო საზოგადოება რო ზის და ამ ყველაფერს უყურებს ამდენი ხანია და ოღონ მიშა არ მობრუნდესო ცოცხი და დუბინკა არ მომივიდესო თორე დანარჩენზე ყველაფერზე რო ყაბულსა და ომი არ იყოსო და ამათ რომ ფარველები ყავთ ეს ახლა ერთი კვირა იქნება პოლიტიკური თემა და გადავა იქ ჩაიწერება შეიძლება კი ბატონო შეიძლება ცუდია და ცუდი ხელისუფლება არის და უამრავ ერთს ყოლია ცუდი ხელისუფლება მაგრამ ეს ხალხი ხო გადაადგილდება ხო ურთიერთობა აქვს ხო გასვენება იქნება თუ ქორწილი იქნება თუ რავი სადმე იქ რესტორანი იქნება სად ხო მიდიან ხო მოდიან გადაცემებში ხო იწვევენ და ხალხი ამას რა პასუხს წემს მასა როგორ უნდა ჩამოართვა ხელი ეხლა ამათი ნათქვამი არის იცი პრობლემა იმიტომ ამ ხელა თანამდებობის პირები იყვნენ ესენი ამ ხელა ეს პროკურორი იყო ისიც თავდაცვის მინისტრი იყო თუ არა მას ერთი შტერიადის რაღაცა ეს დევიდ აფსნი უწერია იმაზე Facebook-ზე მეო სტალინმაო გაგვაგიო რა ქვია ეროვნება წაგვართვაო მეგრელებსო და აფხაზად იმიტომ დევეწერეო და სანამდეო მეო ჩემ ეროვნებას არ ჩამიწერთო მანამდეო აფხაზად ვიწერები და აფხაზეთ დამოუკიდებელია დანებეთ თავი ახლა მის ნათქვამს არავინ არ ღებულობს სერიოზულად და არ მიიღებს იმიტომ რომ ეს ჩამოყალიბებული ავადმყოფია ისედაც დებილი არის რომ შეხედა სრულად ჩამოყალიბებული დებილია ადამიანს საუბარზე ეთყობა ვინა ჭიკჭიკით გამოიცნობა მაგრამ მათ ოფიციალური თანამდებობები არ ეკავათ მათ სახელმწიფო მოხელი არ ეკავათ და სახელმწიფო მოხელის სტატუსები არ ქონდათ ამათ სახელმწიფო მოხელის სტატუსები აქვს ასე უპრობლემოდ გადაადგილდება და რას გეტყვით იცით მე იმ სახელმწიფოს დედა შევეცი რომელ სახელმწიფოშიც ნიკა გვარამია ოპოზიციონერია მე იმ სახელმწიფოს დედა ვატირე სადაც ბიძინა ივანიშვილი მეცენატია მე იმ სახელმწიფოს დედა ვატირე სადაც თამარ მეფის ორდენოსანი კვესიტაძე გრიგოლია და ესენი არიან მე იმ სახელმწიფოს დედა ვატირე
სადაც უშიშროების მინისტრი ლილუაშვილი ბავშვების იმას ჭამს. ბაგაბაღის ბავშვებისას და იმას მხარდამჭერები ყავს. მე იმ სახელმწიფოს დედავატირე, სადაც მურუსიძე არის მოსამართლე და იმ სახელმწიფოს დედავატირე, სადაც პატაშავაძე არის, ისა რა ქვია, ადვოკატი, ვასილ მუმლაძე პოლიციელი. უგულავა ორდენის კავალერი, დავით აღმაშენებლის. ახალაიები, წმინდა გიორგის ორდენოსნები პატრიარქიდან დაჯილდოვებული. ჩხარტიშვილი და ეს მთელი ბიოლოგიური ნაგავი. და ეხლა თქვენ გამოხვალთ და იმას იტყვით, რომ ეს მხოლოდ ნაცის და ქოცის ბრალიაო? ეს არის ერის ბრალი. ეს არის ერის ბრალი. და როდესაც ადამიანი მოისმენს, რაც სააკაშვილის ბიძიამ პირდაპირ განაცხადა, ქართველების დედა მოვტყან. სანამდე თავზე ავადმყოფი ერია, ამას თავზე სანამ არ უგზავნა, ისე არ უზავნა, ამას არ უზავნა, მანამდე ვერაფერს ვერ იგებენ. და ამას დაეთანხმება ძალიან ბევრი. და ისევე ხარდამჭერები და მომხრეები ეყოლებათ იმათ. და ეს არაფერს არ შეცვლის ერში. იქ მე ერთი რაღაცის თქმა მინდა. დიახ, ეს ერი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. არ ვიცი, ერი თუ შეიძლება ეხლა ეწოდებოდეს ჩვენ მდგომარეობაში ყოფ საზოგადოებას, არ ვიცი, იმიტომ რომ ერი ქმნის რაღაცას. ერი ტომისგან იმით განსხვავდება, რომ დიდი სიტყვა ერი ქმნის რაღაცას. თავის კულტურულ იდენტობას და თავის ისტორიას ქმნის. დღევანდელი სოციუმი, რომელიც საქართველოში არის, არაფერს არ ქმნის. მხოლოდ და მხოლოდ ანგრევს, მხოლოდ და მხოლოდ ათახსირებს, მხოლოდ და მხოლოდ ანადგურებს საკუთარ სამშობლოს, მხოლოდ და მხოლოდ აფურთხებს თავის ისტორიას, მხოლოდ და მხოლოდ არის გადასული ჭორებზე, მხოლოდ და მხოლოდ გადასული არის დავალებების შესრულებებზე. არ აქვს მნიშვნელობა რა დავალება მოა, პედოფილის გაправება იქნება, აფხაზეთის აღიარება იქნება, თუ რა იქნება. და ამ მდგომარეობაში ყოფს პრეტენზია აქვს, რომ ის არის დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ მესამის, ერეკლე მეორის, სოლომონ პირველის, გიორგი სააკაძის და ამ უამრავი საქართველოს თავდადებული თუ სულდადებული გმირები ქეთევანწამებულის და 100,000 მოწამის ერია, ამაზე აქვს ამერს პრეტენზია? არა. თუ რაიმე ანტიპოდი შეიძლება იყოს ქართველი ერის, ეს არის დღევანდელი ქართული სოციუმი. ხო და პრეტენზია მგვექნება, ისე ცხოვრობს ეს ქვეყანა და ისე არსებობს ეს ქვეყანა და ისეთი ღირსეული ცხოვრება აქვს თითოეულ ქართველ საქართველოში, როგორ ღირსებასაც თვითონ აფასებს და როგორ იხდის. და აქ ბიძინა ივანიშვილი არა მონსტრი. ბიძინა ივანიშვილი არის ჩარჩი ვაჭარი. ის უბრალოდ ქმნის სისტემას, სადაც ყიდულობს ხალხს. აკეთებიებს იმას, რაც უნდა, ფულის გამო. მაგრამ ის ცუდია და ცუდი საქმისთვის ხალხს ყიდულობს, მაგრამ აქ პრობლემა არის ხალხი, ვინც იყიდება ამ ყველაფერზე. მე ახლა დავასრულებ ამ ვიდეოს და მოვჩები ბლოგს, რომელსაც კლიდებოდით და ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებთ. თუმცა ისედაც უნდა იცოდეს. ეს ეგრეთ წოდებულ ადვოკატთან დაკავშირებით, მარიამ კუბლაშვილთან, პედოფილებს როგორც დავარნილი იცავს. ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებ. და ქართულ უშიშროებას მე ვუკეთებ ამას. სუსი რო ქვია, სუსი. ხო, ადრე ესა რა ქვია, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შემოკლებით სუკი ერქვა. ის ბოზებს ნიშნავს. სუკი. თქვენ ახლა თავი დაერქვით სუსი, ვითომ რაღაცით გაიუმჯობესეთ. ქართული ენა და ლოცვილია. ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს თავისი აბრევიატურა NGO კი არა, ქართულში გააჩნია ASO, ისე გააჩნდა სუკი და ისე ხალხ ახლა გასუსულები ეს დანარჩენი სუსის ვირთხები და აი ამას მგონიათ, რომ თქვენი ვირთხობა და ურჯელი დარჩება.
არ დარჩება თქვენი ვირთხობა დაუშველი. არ დარჩება და თუ ოდესმე მოხდება რაღაცა ცვლილებები საქართველოს პირველ რიგში უნდა დაინგრას და ჩამოინგრას თავიდან ბოლომდე ის დამპალი და ის აყაროლებული ორგანო, რასაც სუსი ქვია. ყოველ შემთხვევაში ამ პოლიტიკური მიმართულებით, რასაც ისინი ახორციელებენ. პოლიტიკის ჩაურევლობის ის რო აქვს დეპარტამენტი რო აქვს გახსნილი. სინამდვილეში რო ეგენი ქმნიან ყველაფერს. საინფორმაციო მიმართულებას. და ყველა მათი აგენტურა და ყველა მათი ნაძირალა ვირთხები, როგორებიც არიან ესენი, ხო? ეს კუბლაშვილი, იკტარლოევა იქნება, დანარჩენი იქნება. ისევე უნდა იქნას გამოსაჯაროებული და ისევე უნდა იქნას ყველა მხილებული, როგორც მოხდა აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში, შტაზი იყო ასეთი. ესენი არც კგბ-ს გვანან და არც ცერეუს და არც არავის შტაზი იყო ესეთი ავადმყოფი წარმონაქმნი აღმოსავლეთ გერმანიის, რომელიც თავიდან ბოლომდე უშროების სპეცსამსახურს წარმოადგენდა და მისი ანალოგია არის საქართველოში სუსი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების განადგურებაზე და გაუბედურებაზე იდგა. რომელიც საკუთარ მოსახლეობას ებრძოდა და საკუთარ ერს ებრძოდა იმისთვის, რომ თავის პოლიტიკური რეჟიმი შეენარჩუნებინა. და ეს ანტირუსეთუმეროა და თურმე რომლის იმასაც მემაბრალებდნენ, რა ქვია, თურმე ამის სიკვდილიო როგორ მინდოდა თურმე. ერთი შავი იუმორი იყო და შავი იუმორით ვიხურე, ხო? ახლა ჩემს სიტყვაზე რომ პუტინი დადიოდეს, კაცო, ბევრ კაი საქმეს გავაკეთებიებდი, მაგრამ ну, კაი, რადგანაც გაასერიოზულეთ, კისერიგით ეხიათ. რამდენ ვინმეს დაგწყდებათ გული ერთი ნიკა გვარამია რომ ჩაძაღლდეს. რამდენ ვინმეს დაგწყდებათ გული გაბუნია რომ ჩაძაღლდეს. რამდენ ვინმეს დაგწყდებათ გული ივანიშვილი რომ ჩაძაღლდეს. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ესენი რო გაწყდნენ ერთ დღეს ყველა რო დაწყდნენ, ძმები ბერძნერიშვილები ესენი. მე პირდაპირ ვამბობ. მე გინდა რუსის ტყვიას მოუგლია, რომელიც არასდროს არ მოგლავს, გინდა სოფიან ძაღლს უკბენია და ისე ჩაძაღლებული. ერთნაკლებ მოვალატე იყოლება ჩემ ქვეყანას. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ გამიხარდება. ერთით ნაკლები მოღალატე იქნება. და აქ საქმე მეორე მხარეში არის, რომ ქართულმა უცნებამ ნიკუტა გვარამიას მოუნახა შესაფერისი და შესაბამისი ოპონენტი. ეს დაუწერე კომენტარი იქ უპასუხებია და მე წაუშლია ეს ფხუკია. ქუთაისის პადვალში რო აქვს და დიპლომი აღებული, დამთავრებული რო აქვს. ფხუკიას. ეკიპი ვარო რო იძახის და იმაში, რა ქვია, არალეგალურად წამლის გაყიდვაში რო აქვს, აფრიკაში და იმაში მილიონები ნაშოვი. სინამდვილეში, ამ სამედიცინო განათლებაც არ აქვს რეალურად. როგორც გაირკვა, კოვიდ ფაშიზმის დროს ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი გამправებელი რო იყო. საკუთარ ისეთი მაღალი მორალური ავტორიტეტი აქვს ამას, რომ თვითონ წერდა ვიდეოს, მე არაფერს არ ვაბრალებ, რომ ისეთი საყვარელი დედა ყავდა დედასთან ერთად თვითონ და თავისი მეგობრები პორნოგრაფიას უყურებდნენ თურმე და აი ესეთი ოჯახი და ესეთი ურთიერთობები ჰქონდათ. და ეს რო დაიწყებს აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს საკითხების განსჯას და ამას ტელეკომპანია იმედი რო აჩვენებს, მე და ქარდს დამზადებს პირდაპირ და აი ასეთი ადამიანის პასუხი იქნება. ახლა გეკითხებით მე თქვენ ასეთი ადამიანები თუ უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში. როგორიც ეს არის, როგორიც ნიკუტა, მთელი ეს ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც ჩამოთვალე, რომელიც არის ქართული პოლიტიკის მმართველი ძა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მართავს. რას უმტყუნებთ აფხაზებს, რომ ამათი მიღება არ უნდათ? და რას უმტყუნებთ იმ ხალხს, რომ ამათი მმართველობის ქვეშ ცხოვრება არ უნდათ? გეკითხებით. ჩვენ ხო ვიძახით, რომ ეს 35 წლიანი ჯოჯოხეთი ვერ გადავაგდეთ. სხვას რატო ითრევთ ამ ჯოჯოხეთში? განგრენა კი არა, ღმერთის სასჯელია ის აფხაზეთიც როა დაკარგული და ის ამაჩოკლოც როა დაკარგული. იმიტომ არის ღმერთის სასჯელი, რომ ის გადაგვარდა ქართველი, ყველაფერი დაივიწყა, ქართველმა
ქართველმა ქალმა ესე რა ქვია კაცმა ტრაკის მიმცემი ვარ და გეი პარადების ჩატარება მოინდომა და ქართველი ქალი გამოვარდა და ჩემი ფუჩუ ჩემი არჩევანიაო და ერთსქესიანი ცხოვრებაო და LGBT პრაიდებიო და ქართველების აღარა ვარ ჯორჯიელები ვარ თუ ასე წახდა ასე გათახსირდა სამწუხაროდ ხო და ასეთი გათახსირებული ქვეყნის მობრუნება ერთადერთი გზით შეიძლება უგან თუ არ იქნები ასეთი გადაგვარებული და თუ გექნება ის რაც გქონდა საიდანაც მოდიხარ თუ იქნები ქართველი და არ იქნები ჯორჯიელი და ასეთი ხალხი კი არ გეყოლება სათავეში და ისეთი პრიორიტეტების და ისეთი ღირებულებების სახელმწიფო კი არ იქნება სადაც საპატიო თბილისელი გათხოვილი კაცი რო ყავთ დემნაგვასალია დანიშნული თუ იქნება ნორმალური მდგომარეობა თუ იქნება ნორმალური სიტუაცია აფხაზეთის დაბრუნდება და სამაჩაბურის დაბრუნდება და ქვეყანას გადარჩება და ერი გააგრძელებს ცხოვრებასთან სანამდე აი ესეთები იქნება ტელევიზიაში, პარლამენტში, თანამდებობებზე, სამართალდამცავ ორგანოებში, სამართალწარმოების სისტემაში, მანამდე ამ ქვეყანას მომავალი არ უწერია და არც ექნება. არც ექნება და დამსახურებულად და ყველაფერი რაც ხდება. ეს რო იცოდეთ რა. ხო? და ესეთი საზოგადოება არასდროს ჩემნაირ ადამიანს არასდროს არ მიიღებს. და ღმერთმა დამიფაროს. რომ როდესმე ან ქუცებმა ამ ნაცებმა ჩემზე კარგი თქვას. ღმერთმა დამიფაროს. ან მათმა ადვოკატებმა, ან მათმა გამправებმა როდესმე ჩემზე ესე იგი ცხოვრებაში ისეთი შეცდომა უნდა დაუშვა, რომ მაგათთვის მოსაწონი გავხდე. ღმერთმა დამიფაროს. ამათ უნდა ვეზიზღებოდე ცხოვრების ბოლომდე საფლავის ზიზღიც უნდა გქონდეთ და ყველაფრის ზიზღი უნდა გქონდეთ, რომ ასეთ ამნაირებს უნდა ვეზიზღებოდე. მე ჩემი ძმაც და სხვა ნორმალური ადამიანებით, ვისაც ღმერთი წამს და სამშობლო უყვარს, უანგაროდ. ამის თქმა შემიძლია. დარჩენი კიდე აგერ ბატონო გააგრძელეთ, ეხლა დავასრულებ იმედია დღეს ამ ყველაფერს და თუ დღეს არა ხვალ მაინც შემოგთავაზებთ ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს უძღვნი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ვირთხებს, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ პირველში უნდა მექნა, მაგრამ ცოტა მიგვიანდება და იმედია დაგვიანებულ საჩუქარს მიიღებთ. კარგად ვსანდებოდეთ.